დედო ისე საქართველო. ბატონო, დედა. აგერ დაინახეთ, ქათმები არის, დე. ნახე დედა? აი, ნახე. წინ მამალი მიდის, უკან მიყვებიან ქათმები. ათენში სად დახავდნენ მამას და ქათმებს. მოკლედ, წავედი, ახლა გოგოებს ფუნთუშები უყიდო. დედი. არ გაეკიდო, სიხარულო. არ გაეკიდო, თორე შეიძლება მამალი გაბრაზდეს, დე. ტრანსლიევი. სკოლის ეზოში არა, დედა, წავა ლუცა ფუნთუშებს ვიყიდი და მოვალ. კარგი და ვისაუზმოთ. ჩვენ ძმა. ხოდა, რას ამბობდი, ჩემ მეზობელი ნახე. წავედით, ახლა ვიყიდოთ უგემრიელესი ფუნთუშები გოგოებისთვის. დედაჩემს ქვეყანას რაღაც აქვს მომზადებული, მაგრამ მინდა რომ გემრიელი ფუნთუშები ვიყიდო ერთ-ერთ უკარგეს საცხობში, ცხადობაში. რაიმე ახლა რამდენი ხალხის ნახვა მომიწევს. გზა და გზა ადრე კი არის, მაგრამ არ მჯერა ცხადობაში რომ არა მაგარია, სხვანაირი ჰაერია. სხვა სიტუაცია. გავთ შეხ ტელეფონი. პატრული არ შემოხსენდა და არ დამაჯერებს. მოკლედ მაგნიტის წინ არის საცხობი ნაირ-ნაირი. სუნია ისეთ რომ ეხლა წაიქცევით. და მე პირადად მაგალითად ყველაფერს წამოღება მინდოდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მიყვარს ფუნთუშეული. თან მით უმეტეს გემრიელად რო აკეთებენ. ხოდა ერთ სიტყვით წამოვიღე ახლა პონჩიკი, კრემიანი, ფუნთუშა, ჩვეულებრივი, ფუნთუშა ქიშმიშით, ფუნთუშა სეზამით, არის გოგოები არჩევენ რომელიც უნდათ და კიდე რა წამოვიღე, ბაგეტი წამოვიღე. მეტი არაფერი. მეტი რაღა უნდა წამოვიღე, არა, კიდე წამოვიღებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ სხვა დროს იყოს. ალუბლიანი მინდოდა და ამოუღიათ გაყიდვიდან. და წავედი ახლა ვისაუბრებ. მოკლედ, საცხობში სადაც ვიყავი ახლა ნაირ-ნაირში ვიყიდე ბაგეტი, ვიყიდე 3 ცალი ფუნთუშა კრემიანი. ამას სურნელი აქვს ისეთ რომ შეიძლება წაიქცე და არის უფუნფულესი, ესეც სეზამიანი ფუნთუშა, ეს ქიშმიშიანი. რომელი გინდა დედა? ეს? არა, ეს სამივე ჩემია. არა. მარტო მე შევჯა. არა. მოკლედ ეს ყველაფერი გამოვიდა 6 ლარის. კი არ არის. აი, სურნელი აქვს სასწაული. ანუ დაგემოვნებული მაგ ქიშმიშიანი და კრემიანი ფუნთუშა და ალუბლიანი, რომელიც მინდა და სამწუხაროდ არ იყო და დანარჩენებიც დარწმუნებული ვარ იქნება უგემრიელი. შენც მოხდა ჩემ სკოლაში. ამ სკოლაში, ხომ ამ სკოლაში. ჯერ არ ჩამოვსულარ და უკვე მოახერხეს მუხლების გადატყავება. აჩვენე შენი მუხლები. აი, შეხედა. დედა. ვიდინე. ბოდიში მიხდა. აი, ვეკომ ბოდიში მოგიხადა? მოდი დავძანდე. ნელა წადე რა, პეპელა. ავედით ბაზარში. ბულვარში. დაჯიბებას უყვარს ხუმრობა. და ლამაზია დედა ჩემი. იყო ლამაზი, როდესაც ვიყიდე მაშინ. რომელ წელში ვიყიდე? ვაი დედა, რომელ წელში ვიყიდე დედა? რა ვიცი რა. 14-ში? რო ჩამოვედი, მაშინ არ ვიყიდე? ხო. 2014-ში. ახლა კია, ჭაშნახად ქუნებენ დროსავით, მაგრამ თავარია ჭრული აქვს, თავარია 4 ბორბალი აქვს. დადის. წავედით. ბაზარში. ბაზარში მივდივართ და გამოვიარეთ სივტბაზე. ნახეთ რა სილამაზე. ხო, დედა, შერჩახეზე ბუშტი. იქ რესტორანი აღარ არის და? დაახურიეს? თუ თვითონ დაახურეს? თვითონ დაახურეს წევიდენი მაგ. ქუთაისლები იყვნენ. მაგათ კიდე აქვს სხვა რესტორანი ქუთაისში თუ არ ვცდები. ხო, არ ვიცი დედა. ნახეთ, მე გამოვიდეთ აქ გოგოებო და გავისეირნოთ ხო საღამოს? კი, აბა. ძალიან ლამაზი ადგილია. სტადიონი.
წავით, გზადაგზა ნაცნობებს ნახულობთ. მოკლედ, ოჯახი ვართ დაპატიჟებული ქორწილში. ჩვენ ისე უცებ წამოვედით. ქორწილის გამოსასვლელი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩალაგება ჩაწყობა კი არა. რაც მქონდა წამოსაღები, იმასაც ისინი ძალიან ბევრი რაღაცეები დავტოვე. მე ლამაზი ბაღია აქ. ძალიან ბევრი რაღაცეები დავტოვე და ამიტომ მე კი ჩავიცმევ რაღაცას, მაგრამ გოგოებს ხო უნდა ეცვას ლამაზად და კუცკუცად. ამიტომ ქუთაისში მივდივარ Any Dress, ესე ქვია მაღაზიას. და მინდა რომ ვუქირავ ფუშფუშა ლამაზი კაბები და წაგიყვანთ ერთად დავათვალიეროთ თქვენ რა სიტყვით. წავიდეთ, ნახოთ? წავიდეთ. რატომაც არა? გოგოები დავტოვე ბებოსთან, იმედია ბებო გაქცეული არ დახვდება საქმიდან. ეს კარგია? ჩამოვით ქუთაისიდან, ჩამოვიტანე კაბები და გამოვიყვანე გოგოები გარეთ. ვაი, არ დაგეჯახოთ. არ გატკინოთ რამე. ესე. იუჰუ, მაღალზე? კი, მე შენც თუ რატო არ გატავ მაღალზე? მე ფეხები მომხვდება შენი და დავისრე. დიდი ხანი არ დააგვიანდა და ალერგიამ თავი შემახსენა. გოგოები ჩამოვიყვანე ქვემოთ დეილისთან და აქ ჩამოსასხმელი ნაყინი გაუხსნიათ თურმე და დანი მიყიდა შერეული და ევეკო მიყიდა შოკოლადის. მოგეწონათ? დიდი ხანია ნაყინი არ გიჭამიათ. ხო. ავიდეთ ახლა სახლისკენ ნელა-ნელა. დანიდუნიუმ დაიძინა გემრიელად და ტკბილად. ჩიმტრონცული გოგო. ევი გოტენტული კომაც დაიძინა. ჩიმი გოგო. ბუდა ევეკო განუყოფელი ნაწილები არიან. ტრონცი. წავიდეს ახლა დედი კომაც დაიცინოს და თქვენც დაგემშვიდობებით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში. დროებით.